მიიღე მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში. დროინდელი ამბები კულტურის შესახებ, კულტურის პოლიტიკის ბრექნევისებს, რაღაც ყველაფერი ამ ქვეყანაში მე კულტურას, სოციოლოგიას, ფილოსოფიას, გუნდია პოლიტიკასთან. საქმე ის არის, რომ ესეთი თანამდებობა როგორც რუსთავის თეატრის მართველი არ არის, თან ესეთი უბრალო და მოგესალმებით, რომ რობერტ სტოვა დიდი ხანია უკვე თეატრში, თითქმის 5 თვეა უკვე დაბრუნებულია და მასა და ზალჩხობა შორის არსებობს გარკვეული კონფლიქტი ამის რომ არც ნორმალად და ზალჩხობამ დღეს გააკეთა განცხადება იმის შესახებ რომ დატოვა თანამდებობა თავიდან ისაუბრა რომ მქონდა მოლაპარაკება კულტურის სამინისტროსთან მის მოადგილესთან და ისინი ცხოვრობდნენ არ დაეტოვებინა თანამდებობა თუმცა მან ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო და ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა საჯარო საინფორმაციო სივრცეში. საქმე ის არის რომ ეს კონფლიქტი გარკვეული ხნის უკვე დიდი ხანია ვრდება დაახლოებით წელიწადნახევარი წინ გასული წლის აგვისტოში სტურვა განათავისუფლეს რუსთავის თეატრიდან ეს მოხდა 2011 წლის აგვისტოში ნიკოლაი ამის ოფიციალურ მიზეზად დაასახელა ქსენოფობიური განცხადებები სახელოვანი რეჟისორის და უკვე დღევანდელი არჩევნების შემდეგ სიტუაცია პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა ქვეყანაში როსტოვა დაბრუნდა ისევ თეატრში თუმცა გაურკვეველი სტატუსით და არსებობდა მოსაზრება რომ მას ეს თანამდებობა არ მარტო სამხატვრო ხელმძღვანელობა არამედ თეატრის დირექტორობაც ან მმართველობაც სურდა. ამ შემთხვევაში ეს არალოგიკური თვალისწინებაა, იმიტომ რომ რიგ ქვეყნებში განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში სადაც გამოირჩევა რომ გამოირჩევიან ტრადიციული ესეთი მენეჯმენტის კარგებით და თეატრალური ორგანიზაციის კარგი ცოდნით ეს ფუნქციები გაყოფილია არსებობს ინტენდანტის ფუნქცია განსაკუთრებით გერმანიაში ამ სისტემას მე ასეთ ისე ვიცნობ და ინტენდანტი არის ორგანიზატორი, მენეჯერი, ფინანსისტი, ის არერევა შემოქმედებით საქმიანობაში და შემოქმედებით პროცესში და მეორე მხრივ არსებობს არტისტული დირექტორი, არტისტიში დირექტორი, რომელიც განსაზღვრავს თეატრის რეპერტუარულ და შემოქმედებით პოლიტიკას და ამგვარად ეს თანამდებობრივი პარალელიზმი აუცილებელი იყო შენარჩუნებული იყო. მე ვფიქრობ ეს კონფლიქტი კიდევ ერთხელ წარმოჩენს იმ პრობლემას, რომელიც არსებობს ქართულ თეატრში, ეს არის თანამდებობისთვის დაულახავი დაჟინებული ბრძოლა ეს ერთი და მეორეც ნაკლები ყურადღება შემოქმედების და მეტი ეს თქვა პერსონალიებისადმი, რაც თავისთავად არ არის ჯანსაღი პროცესი და მე ვფიქრობ ამის ნათელი დადასტურება სწორედ ეს კონფლიქტი რუსთავის თეატრში. თუმცა არ ვიცი, როგორ გავითარდება მოვლენები, მაგრამ ფაქტია რომ ეს არასაშიშროების სცენარი. თუ ასე დარჩება, მაშინ გამოვა რომ სტურვა იქნება არ მარტო არტისტული დირექტორი, არამედ სამხატვრო ხელმძღვანელი, არამედ თეატრის მმართველიც. ამ შეიცავსებს ამ ფუნქციას. ამ თემის ერთგვარი გაგრძელება და საყვარელის განთავისუფლება ოპერის დირექტორის თანამდებობიდან თუმცა მათ კი არ განთავისუფლეს თავად დაწერა განცხადება მას არ უხსენებია პოლიტიკურ მეთოდად და პირდაპირ განაცხადა საინფორმაციო საშუალებებთან რომ არაერთი პოლიტიკური ზოწოლა მასზე არ ქონია თუმცა დაასახელა ნეპოტიზმის ფაქტები და აღნიშნა რომ კულტურის სამინისტროს მხრიდან მიუხედავად იმისა რომ ჩარევარყოფა მაინც მინიშნება რომ აი ამ თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობები გიორგი ჟორდანია და ამის გამო მას მოუწეს წასვლა. ყოველ შემთხვევაში მათ დღეს უკვე ამის შესახებ ღიად განაცხადა. აქაც არ არის თვალთეო კარგად საქმე, მოგესალმებით რომ ოპერისა და ბალეტის თეატრი 3 წელია დაკეტილია. მე აქ სარემონტო სამუშაოები საკმაოდ გაიწელა და ეს დაკავშირებული იყო ისე ივანიშვილის სახელთან, რომლის სამშენებლო კომპანია აშენებდა სწორედ ერთ-ერთი ინიციატორი ამ სარემონტო სამუშაოების და მისი დაყადაღება მოხდა მოხსენებათ მაისში ჯერ კიდევ და შეჭერდა სამუშაოები შემდეგ ისევ განაგრძეს ყოველ შემთხვევაში გარკვეული ქაოსური საორგანიზაციო პრობლემები იყო პალესტინაში განსაკუთრებით დანიშნეს ისიც რომ გაყოფილი იყო ფუნქცია ოპერისა და ბალეტო დასთან და საბალეტო დასს ხელმძღვანელთან ნინო ანიაშვილი რომელიც წარმოადგენს დროდადრო მართავდა ხოლმე გრიგორიევის თეატრში ზოგჯერ რუსთავის თეატრის სცენაზე რაც შეეხება ოპერას ოპერის გუნდი და სოლისტები დროდადრო გამოდიოდნენ ასე კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში სადაც ოპერები სრულდება და გარდა ამისა თვითონ ოპერაშიც არ არის ფაქტი კარგად საქმე და სამხატვრო ხელმძღვანელის გარდა გაათავისუფლებენ ჯანკამარჩენოს ოპერის თავად დირექტორს კულტურის სამინისტროს გამოხმაურება ესე ვთქვათ ხაზგასმოდ ნეიტრალურია არ ეძებიან ამ პროცესებში მაგრამ ფაქტია რომ რაღაცა ხდება და ბევრი რამ დაულაგებელი გასაკვირი და სპორტჩხილები გასახსნელია თუ შეიძლება ასე ვთქვა.
ხდება შემოქმედებითი ქაოსი არავითარ შემთხვევაში არ იქნება კარგი თეატრის შემოქმედებითი პროცესების და გადავლახავ და თუ პრობლემებს კიდევ უფრო გაართულებს.